წითელას ვირუსის 5 შემთხვევა გამოვლინდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მიმდინარე თვეში. ამის შესახებ ინფორმაციას ახალქალაქის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში გვიდასტურებენ და გვეუბნებიან, რომ პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უწყებაში ჩვენს რედაქციას ეუბნებიან, რომ აკვირდებიან კიდევ 2 პაციენტს, რომლებსაც სავარაუდოდ წითელას ვირუსი აქვთ. მათივე ცნობით ინფიცირებულებთა უმეტესობა ერთი ოჯახის წევრები არიან, რომელთაგან ერთ-ერთი სავარაუდოდ თბილისში ყოფნის დროს დაინფიცირდა, შემდგომ კი ოჯახის წევრებს გადაედო. რამდენ პირს დაუდასტურდა წითელა სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე წელს. ჩვენი რედაქცია ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ წელს წითელას ვირუსის მაჩვენებელი გაზრდილია, განსაკუთრებით კი თბილისსა და სამცხე-ჯავახეთში. როგორც ჩხაიძემ მედია ცენტრ მთავართან ინტერვიუში განაცხადა, 2025 წელს მხოლოდ 4 თვის განმავლობაში საქართველოში წითელას ვირუსით ჯამში 152 პირი დაინფიცირდა. მისივე განმარტებით, ინფიცირების მატების მიზეზი კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენა და გეგმური აცრების ხარვეზებია. 2025 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში 152 შემთხვევა წითელასი ქვეყანაში, ანუ ტენდენცია ერთნაირია, მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში წითელა შემთხვევების მატება აღინიშნება, სამცხე-ჯავახეთი და თბილისში ფიქსირდება შემთხვევების განსაკუთრებული მატება. ამ საერთო მიზეზს უკან დგას პანდემიის ზეგავლენა, უპირველეს ყოვლისა გეგმიური აცრების დიდი ხარვეზი. ყველგან ფიქსირდება ეს მაჩვენებელი, გეგმიური ვაქცინაციის მოცვის კონკრეტული ციფრი არის 95%-ზე მეტი უნდა იყოს წითელა საწინააღმდეგო ვაქცინის მოცვის მაჩვენებელი, რომ ჩავთვალოთ, რომ ქვეყანა არის უსაფრთხო 95%-ზე მეტი. ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს 91%. როგორც ჩვენმა რედაქციამ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებისაგან გაარკვია, ჩვენს რეგიონში მხოლოდ ახალქალაქის მუნიციპალიტეტია, სადაც წელს წითელა დაფიქსირდა. რა არის წითელას ვირუსი და როგორ ავიცილოთ თავიდან? ვკითხეთ ინფექციონისტს. წითელა არის ვირუსული ინფექცია, რომელიც ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით და ერთ-ერთია იმ ინფექციებს შორის, რომლებიც ჰაერის გზითაც შორ დისტანციაზე გადაადგილდება ვირუსი, შესაბამისად მხოლოდ დისტანციის დაცვა არ ახდენს მის პრევენციას. დასრულ ასაკშიც უნდა გაკეთდეს, თუ ადამიანს არ აქვს დაცვა. ამის გაგებაც შესაძლებელია ლაბორატორიული ტესტით, მაგრამ თუ კი მაინც აქვს დაცვა, არ გაიკეთა ეს ლაბორატორიული კვლევა და აიცრა ადამიანი, ამ შემთხვევაში არაფერი ცუდი, ასე ვთქვათ, არ მოხდება, უბრალოდ შეიძლება ცოტა ზედმეტი იყოს, მაგრამ დაცვის თვალსაზრისით ამ შემთხვევაში ნამდვილად უპრიანია, რომ ვისაც ეჭვი აქვს, რომ არ არის აცრილი, აიცრას, თუნდაც ლაბორატორიული ტესტის გარეშე. როგორც წესი, განმეორებითი ინფექციები არ ფიქსირდება, იშვიათი შემთხვევებია ძალიან, როდესაც არის იმუნიტეტის დაქვეითება და თქვათ ის დაცვითი იმუნიტეტი, რომელიც გამომუშავებული აქვს ორგანიზმს, ან ბუნებრივად, ან ვაქცინის საშუალებით შეიძლება განლეული იყოს. თუმცა ეს არის უკიდურესად იშვიათი შემთხვევები და თუ ადამიანს გადატანილი აქვს ან აცრილია, როგორც წესი, ის ძალიან დიდი პროცენტით არის დაცული. ივანე ჩხაიძის თქმით, 2022 წელს საქართველოში წითელათი ინფიცირების 14 შემთხვევა იყო ოფიციალურად დადასტურებული, 2023 წელს 26 და 2024 წელს 327.